საუბარია იმაზე, რომ პირველი უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის განადგურება, უნდა შეწყდეს ეს ანიჰილაციაზე, განადგურებაზე მომართული პოლიტიკა, უნდა შემცირდეს ჩინეთის ეკონომიკური გავლენა ქვეყანაში და შეწყდეს ამერიკაზე თავდასხმები. ეს ნაბიჯები იყო მათი მხრიდან ჩამოთვლილი. ეს ნაბიჯები ჩემთვის ძალიან დიდი ხანია ცნობილია, რომ არის კი, ეს ნაბიჯები არის დასახელებული ამერიკის მიერ ქართული ოცნებისადმი უკვე ძალიან დიდი ხანია, წელიწადია პრინციპში, რაც მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი და რაც ქართული ოცნება ცდილობს ხალხი მოატყუოს, რომ ტრამპთან გადატვირთავენ სიტუაციას, ამის გადატვირთეს რამე. ხო, ჩვენ გვახსოვს, აი ახლა ცოტა ხნის წინ, ორი კვირის წინ დაახლოებით იყო ხოცევის დელეგაცია, ხო? წასული ვაშინგტონში. ეს მართალი არ ყოფილა სახელმწიფო ვიზიტი, ისინი არ ყოფილან მიწვეული, რაიმე სახელმწიფო, როგორ ვთქვათ, წარმომადგენლის მიერ, სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილან მიწვეული, ისინი ესწრებოდნენ კერძო პირის მიერ ორგანიზებულ, კერძო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, ეს იყო და ეს, მაგრამ ჩვენ ნახეთ, ხო, რაღაც შეხვედრები ჰქონდათ. და აი ამ შეხვედრების მერეც კიდევ ერთხელ თუ დააკვირდებით სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ-ერთ არხს ფორმულას თუ სწორად მახსოვს უპასუხა კითხვაზე და თქვა რომ ისევ იგივე ხო ზუსტად იგივე რომ თუ ქართული ოცნების რეჟიმი არ გადადგამს ნაბიჯებს არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება და ფასი არის ძალიან კონკრეტული. რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში შედგა ვაშინგტონსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხომ არ უნდა არსებობდეს მოლოდინი იმისა, რომ ურთიერთობები მაღალ დონეზეც დაიწყება, მიუხედავად იმისა, შეცვლის თუ არა ქართული ოცნება მის მიერ წარმოებულ პოლიტიკას. თქო და პრინციპში ამ კითხვას უკვე გაიცით პასუხი, რომ ასეთი მოლოდინის შექმნა არ უნდა. არ არის რეალურად და ჩვენ გვახსოვს ახლა პრინციპში ნიკა სამხარაძე იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და ჩვენ არ დაგვინახავს მაღალი დონის შემოქმედი შეხვედრა, ხო? და მე წარმოვიდგენ და არავითარი, როგორ ვთქვათ, წინაპირობან მინიშნება არ არის იმისა, რომ ამ არსებული პოლიტიკის პირობებში, როდესაც ირანის ფერებში ანათებენ ანძას, არ მახსენებ იქ ახლა ბანკეტებს და ქელეხებზე სიარულს, როდესაც არიან თხემით ტერფამდე ანტიამერიკული და დიახ, მე დღეს ეს განაცხადე, დღეს რომ აღნიშნავთ, რომ ეს რეჟიმი თავის შინაარსით არის ანტიამერიკული და არის ანტიამერიკული ნამდვილად და ანტიქართული, რაც შემთხვევით ყველაზე მნიშვნელოვანია, ანტიამერიკული ამ ძალიან კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან კონკრეტულად ასევე უტოლდება სინონიმურად ანტიქართულს და აი ისაც დამართეს ანაკლიის ღვაწლოვანი პორტის პროექტს, რაც ყავდათ წაყვანილი, ხო ბატონი ანდრეული. რაც შეეხება ბატონ გრიგოლ, მოდით მეტი უთხრათ მაყურებელს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამერიკელ სტუმარს ანაკლიის პორტის პროექტი გააცნეს, მას მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ადგილზე დაათვალიერებინა სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები. რა დაათვალიერებინა? აი ეს კითხვა გამიშვა. ხო, აი რა დაათვალიერებინა? მოსწეს ყველაფერი. სამობილიზაციო სამუშაოები ეს წერია ეკონომიკის სამინისტროს რელიზში და მოკლე ციტატაც ამ რელიზიდან მხარებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები, აცხადებენ სამინისტროში. იდეალურად ჩანს მანდ პასუხეთ აი ესე ვთქვათ რა სიგნალია და როგორ უნდა დავინახოთ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი ამ თვალსაზრისით რას ნიშნავს მისი ანაკლიაში ჩასვლა აი ამ რაღაცა ანაკლის ნავსადგურის მშენებლობის პროექტით მისი დაინტერესება და სამშენებლო სამუშაოების ადგილზე პირადად დათვალიერება ეს კონკრეტულად რა პოლიტიკურ მესიჯად უნდა წავიდეთ ხო, პირველში ეს აჩვენებს ამერიკის შეერთებული შტატების განგრძობად და პირიქით მომეტებულ ინტერესს საქართველოსადმი, როგორც შუა კორიდორის კრიტიკული მოთამაშისადმი, ჩვენ ეს უნდა დავინახოთ იმ ფართო კონტექსტში, ახლა რეგიონში ვითარდება. აცხადებები მათ შორის ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველოს სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის გათვალისწინებით კარგავდა ამ რეგიონალურ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა. აღმოსავლეთ მასე არ არის. არა ეს ასე არის სამწუხაროდ და ამერიკა სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ნახეთ, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ამერიკას ექნება ქართული ოცნებისადმი, ისე როგორც ევროპულ კავშირსაც აქვს და ჩვენ ეხლა ხამ ნახეთ მსოფლიო ბანკის პრიორიტეტების ნუსხაში ანაკლია, სწორედ და ევროკომისიის კვლევაშიც იქნა, ხო, აღნიშნული, რომ ანაკლის ღრმაწყვოვანი პორტის პროექტის სრულყოფა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა არის მიჩნეული პრიორიტეტად არამედ ევროკომისიის მიერ, არამედ მსოფლიო ბანკის მიერაც. და ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ შეკავშირებულობა, ისე იგი კონტინენტებს შორის კავშირი არის
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია იმ ბოლო წლებში, ასე თუ ვიტყვით. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ სამხრეთ კავკასიურ დინამიკას, ხო, ტრამპის სახელობის გზას, რაც იქმნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ახალი სამშვიდობო პაქტის კვალდაკვალ. და აი სულისკვეთება, რასაც ეს ყველაფერი ატარებს, არის რა, რომ ქვეყნება უნდა ითანამშრომლონ მეტი მშვიდობისთვის და მეტი კეთილდღეობისთვის. ამ დროს საქართველოს დე-ფაქტო რეჟიმი რეალურად აცხადებს, რომ მას მშვიდობა აინტერესებს, სინამდვილეში დგება ისეთ სახელმწიფოებთან ერთად, რომელიც არიან მართლა ომის ძალები, რომლებიც მუდმივად და სისტემატიურად უარყოფენ სამშვიდობო პოლიტიკას, წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და იგივე რეჟიმი აკეთებს ყველაფერს წლების განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში რეალურად არ გაიხაროს არც ერთმა ისეთი ტიპის პოლიტიკის კურსმა ან პროექტმა, რაც რეალურ მშვიდობას და კეთილდღეობას მისცემდა დასაბამს. და აი ვკითხულობ, რა მისცემს უფრო მეტ მშვიდობას და კეთილდღეობას დასაბამს საქართველოში, აი რამდენი გეოპოლიტიკური კოზირი გვაქვს საერთოდ, ხო? უფრო დიდი მით უმეტეს, ვიდრე არის ანაკლიის ღრმაწყვანი პორტის პროექტი, რომელიც არა მარტო ათობით 1000 ქართველს დაასაქმებდა, არა მარტო ქართულ ეკონომიკას ძალიან მნიშვნელოვნად წასწევდა წინ, არამედ ჩვენს უსაფრთხოებას საერთოდ სხვა სიფრთხეში გადაიყვანდა, ხო? ჩვენს ეროვნულ ფუნქციას და ეროვნულ სისტემას გადაიყვანდა სხვა ვითარებაში და ამერიკა ამას უსვამს ხაზს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ანაკლია, რაც ამათმა ჩაძირეს და კიდევ ერთი უბრალოდ მინდა ვიკითხო, აი ხალბატონი იოსელიანი ახსენეთ, ხო, მინისტრის მოადგილე, რომელსაც იქ ყავდა წაყვანილი ბატონი ანდრეული. მაინტერესებს და ეს კითხვა მე გავაჟღერე სხვადასხვის დღეს შეხვედრაზეც, ეს მე გავაჟღერე შემიძლია თქვა, ხო, არნაირი ეთიკური რაღაცა შეზღუდვა არ გამაჩნია, რა აჩვენეს იქ ბატონ ანდრეულის? და მე გეტყვით, რას ნახავდა ის, რომ არა ქოცური რეჟიმი, იქ ნახავდა გემებს, იქ ნახავდა კონტეინერებს, იქ ნახავდა დასაქმებულ ქართველებს, იქ ნახავდა ქალაქს, რომელიც გაშენდა ირგვლივ, იქ ნახავდა ახალ სერვისებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ რკინიგზას, ახალ გზებს და იოსელიანმა მინისტრის მოადგილემ რა აჩვენა დღეს? დაქცეული, ქოცური ჩაფუშვილი გეგმები. აი, ესენი არიან მაკეტების ხელისუფლება. აი, თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, ხა ტექსტზე წაიკითხეთ, რომ გენგეგმა აჩვენესო. რაღაცას გენგეგმა 6 წლის წინ, მან გემები უნდა შესულიყო. გემები უნდა შესულიყო. ცოცხალი, ნამდვილი, რეალური გემები. და ამ გემებს მარტო ერთი კი უნდა გადაიზიდა. საქართველოს უნდა გაემდიდრებინა ამ გემებს. ქართველები რომ დაესაქმებინა, აფხაზები რომ გამოიხედავდნენ, ძალიან დიდ რაღაცას დაინახავდნენ და დღეს ვინმე იოსელიანი, მინისტრის მოადგილე, აჩვენებს რას? არაფერს. მათ მიერ ჩაძირულ არაფერს. აი ეს არის ჩვენი რეალობა. ამაზე მართლა მე არ ვიცი როგორ გადმოვცე.